გამარჯობა. დილა გაწეწილა მშვიდობის. როგორ მეძინა რო იცოდეთ, ჯერ როგორ ტანჯვით მეძინა, ვაიმე, როღამდე რომ ეშინია უკვე. იმდენად არ მძინავს, რომ აი ვწვალობ. სიცხე არ მაწუხებს. აი ვერ მძინავ. ნუ სიმჟავე ალაგ-ალაგ მშვიდობაში ხო. თან მართლა არ მეძინა გუშინ ხო გითხარით კიდეც რა რო არის შუადღით არ დამძინია მაგის გამო. შუადღით არაფერი მაწუხებს არც სიმჟავე და არაფერი და შემიძლია რომ დავწვე ისე გავითიშო რომ სულ რო გადაგვიარ გადმოგვიაროს რუსმა ვერ გავიგო. ღამე ვიცავ მარტყოფს ვერაფერი ვერ შემოვა. თითამით კარია კუხნაში ღია დავკეტო რომ კატარ შემეპაროს. მედია უკვე არა. ახლა ცოტა ხანში უნდა წავიდე თბილისში მე და იოანე. ალბათ 1 საათში. როგორ მეზარება და აი ხო მთელი ცხოვრება როგორც საკუთარ ბანკეტს ელოდები ადამიანი ისე ელოდები შვილისას. ან ისე ველოდებოდი და ველოდები კიდეც. იმდენად მეზარება. ან გუშინდელი მომყვება იხო გეუბნით გუშინ სადღაც აი ვიდეო რო ჩავწერე მერე რა აი სადღაც რო ფიქრობდი მოდი მეორე ვიდეოც ჩავწერო თქო დალაგებით ყველაფერი დავალაგე თან ხო გეუბნოდით რაღაც ხასიათზე ვერავარ თქო თითქოს რაღაცა და ესე აი დავალაგე გამოვწმინე ერთადერთი მტრები არ გადამიწმენდია და არანაირი ხასიათის გამოკეთება ხალხო უარესი მომივიდა. მაგრამ კაი აქ დავალაგე. არ ვიცი აი რაღაცაზე აი უმნიშვნელო შეიძლება იყოს რაღაცაზე აი ოდნავ წავინერვიულოსავით. თელ დღეს აფუჭებს დედას უტირებს. და აი ეგრე არაფერი არ ამჭირდა ფიზიკურად არაფერი საერთოდ, მაგრამ აი დეპრესიული ფონი მქონდა, სულ მინდოდა რომ ესა წოლილიყავიყო და არ მეძინა, მართლა არ მეძინა. ხო და დილას ახლა დიდად ისე ბებეისა ძვირფასად ავდექიბეთ იბოგატყუით, მაგრამ ეგეთი რაღაცა რომ ჭირს ხოლმე თუ საკუთარი თავია გამოვათრიე. უფრო შიგ ევროპაში შევდივარ მე. მე ჩემ თავს ვთქვარ, მოდი ყავა მოვადუღე მეთქი. დღეს კი რა კაც გუშინ. არც ყავა არ მინდოდა და მოკლედ ყველაფერზე უარი მითხრა. ეს რა კაი სავარცხელი, აი საერთოდ არ აწიწკნის. და იმიტომ ნინოზე ჩხუბი აღარ მაქვს, თმა დაივარცხნე მეთქი, ზუსტად ესეთი ვუყიდე. Даже გუშინ ავდექი არ ამცვიო თვა, კაი გოგო. გუშინ ავდექი სადღაც რომელ საათზე წოლიარი რეჟიმში ხო ვიყავი სადღაც 9-ზე უკვე ვიწექი. ავდექი 10-ისთვის თუ 11:30 და ჩამოვედი. არ მიწევდა წესით რა ქვია ბანაობა. ჯერ არ მიწევდა იმიტომ. ხოდა მეთქი იქნებ ამან მაინც ეს რო ცუდად თავი ამან მაინც გამომიყვანოს მეთქი და ერა ტყუილა ვიბანავე. ხოდა ეს თმა მაგიტომა ქეკრე ეს გიჟივი დიდი პირსახოცთა ესე მქონა აკრული და ეგრე მეძინა დილას 4 საათზე ლაშამ გამაღვიძა. რო ესაო გუში კატამ დამღალა. კნუტები არიანო ტახტზე აყვანილებიო და კნავიანო. თითო სადღაცაც იყო გაქცეული. ლაშა არა კაცო კნუტების დედა.
გუშინ აიყვანა და გარეთ ტახტზე რა გარეთ ხოს ხდებით ხოლმე ძირითადად მე ვხმარო მე მგონი მაგდაც ბავშვები არ მინახი მაგას დამჭდრები და გადასაფარებლის ქვეშ ჩააძვრინა თვითონაც თვითონ თავის ორი შვილით და იქ იწვა. ნინო მიცის ხოლმე მაგ ტახტზე წამოკოტრიალებდა გავაფრთხილე შვილო სანამ არ ნახავ რომ კატა არ არის იქ. აწიე ნახე კნუტი უცბად არ დახტე არ დახოცო თორე შეიძლება ზუსტად გავხდე მეთქი მე ვთქვა. ეგ გამოცდილება გვაქვს ან მამიდა ჩემთან. ჩემი მამიდა შვილი დააჭდა. აი ეს კატას შეუყვანია ოთახში ჯრავი ვერც გაიგეს ისე და ერთი კნუტი გადასაფარებლის ქვეშ და თორნიკეთ აჭდა. და სულ მეშინი ეგეთი რაღაცები გამობოდიალდი. ავიყვანეს პატარა პაწეწინი მიმხელებიერი პატარა თვალები აქვთ. ჯერ კატებს არ აგვანან ისე თავებივით არის, მაგრამ ძალიან სიყვარლე. მოდი ჩემთან მოგეფერმო ხარ? მოდი დედას ბიჭი. მოდი დედას უჟმური გაწეწილი, სად არის ჩემი ნაცარა? დღეებს ვითვლირით ვერ მოვიდა, ხო მითხარით, ხო მეუბნევდით რომ მოვაო. ხო მეუბნევით რომ მოვაო, იცისო წასვლა და მოვაო, სად არის აბა? თავი რატო ისე მაქვს? მგონია რომ ნაბად იმადებ. ხვალ ამ დროს რომელია? 10:05 წუთია. ისეთი გაპრაჭული უნდა ვიყო. ისეთი გაპრაჭული სახეზე და თავზე წესით. და ესა, მე ჩავიცნო ტანსაც. სულ რომ მეუბნევით ხოლმე, ხო იცი, ქათმებთანო. არა, ვაიცა. ადრე იყო. ქათმებთან შევედი ხალათით, ახლა არითი უმოძრაობ, ხალათით უმოძრაობ. ამას არ შორი, აი მას არ უყურო რა, იმიტომ რომ ვიცი შენც ნერვოზი გაქვს, ჩემი არ იყო. სულ ასეთი ფორმი თუ რატო შედიხარო ქათმებთანო და ესეთ. მე რა უსუფელი რო არისო. რაღაცაო. ხო და ეხლა უსრულებ, ხვალებ და აუსრულო მაგას სურვილი. მაკიაჟით. დაჩი როგორ მაკიაჟი უნდა გამიკეთო, აი მე ხო სახში ლაკით ვიფიქსირებ, ან ოფიციალურად ყველანაირად უნდა გააკეთოს თავის ფიქსატორი. ხო და ეხლა ქუსლიანები ჩავიცვა და ქათმების გამოსაშვებად ისე შევარმეთქი მოგატყუებთ. მაგრამ მაკიაჟით და თვით უნდა შევიდეს აკადემიაში. ნახო, იქნებ ვესიამონო ამ ჩემი ინდაურს. ჩემი ატანა არა აქ. სულ ცეთ ერთმანეთს. ბაღში რო შევდივარ ხოლმე და რო გამოვდივარ. მოვა ხოლმე და ბაღის კარებს მის კაცს მიატყავს რა, აი ბავშვობაში რო ვიცოდით ხოლმე, ხო იცი? ბოლომე შეგეხეო. აი იგი მაგას აკეთებს ხოლმე, ისე დამპალია. გაწეწილო. მოდი ჩემთან, მოდი. დედას გაწეწილო, მოდი ჩემთან რა. ჩემი ლამაზი. რა უჟმური კატა არის ღმერთო ჩემო. აი ხო არიან ხალხი შორი და რო უყვართ კატები. ხელს რო ვერ დაადებენ და არც და არაფერს დაუშავებენ, არც არაფერი, მაგრამ შორი და მშვენიერი ლამაზია, всё, მორჩდავთ. ასე უყვარვარ მე ამას. ამ საზიზღარს. აი რო ვეფერები. იცი რა სახით გიყურებს? ან წვალება არ მოგიდება, ისეთი აჯამით თავპირი აქვს. ჩემი ნაცარა. ერთ წამში უყვარხარ, მეორე წამში გეთამაშებოდა, მესამე წამში, ანუ ერთდროულად ყველაფერი რო გექნა, ყველაფერს თანახმა იყო. მივუღეჭავდი და აი ჩემი გული იყო, სად არის? აბა ხო მითხარით მოვაო. რა რიცხვია დღეს? ზუსტად 2 კვირა თვალებით ვეძებ, ზუსტად 2 კვირით ვერ გავიდა. ხო მითხარით მოვაო. არ არსებობს იმის მერე სიზმარი რო არა ვნახო რომ მოდის იქ არის მე ძდილი თავდგები ვამოწმებ. ვაი დედა. ეს ყოველღამეწვიმა საიდან მოდის ვერ ვიგებ. თავსხმა წვიმა იყო კატებზე რომ გამოველი კნუტებზე გუშინ.
ნასკები მეკიდა აქეთ თოკაზე. აწვიმდა თლათ არ აწვიმდა, მაგრამ ეცინს კლებოდა რაღაცეები და აი მე ნეტარ ხვალებზე გამოვკავშირებით და შევეძლავთ და ვიცი. დღეს თავი ნახეთ ხალხურად სასმიკ. ამით ვერ დავიმაგრე. იცი? მოიცე თორე ხო იცი ხა შორინას გართულებულია აქ. აჰა. აბა ეხა დაიხარი არ გინდა. ხდა და შორის თუ შედიბრალია. დღეს სამგორში ან თვითონ იქ ვარ კეთილშიც რა უნდა ვნახო? ხო მაქვს რაღაცა საყურეები მაქვს, ბეჭდები მაქვს, მაგრამ ვერ ვიკეთებ. ანუ დასიებული მაქვს მეთქი თითები ვერ გეტყვით, ანუ არ მაქვს. არც დილაობით, არც ფეხები, აი საერთოდ. მაგრამ, რავი, ვერ ვიკეთებ, მაწუხებს. მაგრამ რო ვთქვა, რომ აი ხა დამისივდო მეთქი არა. ეს ამ მალიკურს რო ვისმენდი, ხო იცი ფრჩხელებს ვინახავ მეთქი. მანკეტამდე მე მგონი შევინახე ხალხო. ეხლა ისევ ზემოდან გადავისმევ მანიკურს, იმიტომ რომ აცტური არ მაქვს. და დღეს უნდა ვიყიდო. ისევ ამ ფერს გადავისმე. ქალაქში ესე ხო არ წავალ. ხო და ხვალე რო გაპრანჭული მოვალ იქედან. დილის სალონიდან მე დავჭდები და მანიკურებს წავისმე. და უნდა ვიყიდო 10 ტონი. ბეჭდები ვიყიდო მეთქი არა მოგატყოთ აი მაიმუნობები არა. საყურეს თუ ნახავ. უშნინო ძალაზე იყო მე მოგცემ აღარ იყიდოვა, მაქვს ისე უბრალო კონციალა რაღაცე, მე ოქროსფერი არ მიყვარს. ვერცხლისფერი მივაქვს და თუ ვერ ვიყიდე მეთქი მე ვერ გამოგართებ. ცოცხალი თავით არ მიყვარს ხვისი ნივთის ხმარება. ხო და რაღაცა მსგავსები თუ ვიყიდე, ანუ არ მიყვარს არ ვკადრულობ კი არა. სხვა მომენტია. ჯერ ის რომ ვაიდა დავკარგო სულაც რომ ის იყოს რა ქვია, თავს არავინ მოგაჭრის. მაგრამ აი ეგ შეგრძნება მაქვს რა, ანუ ჩემი რომ დავკარგო მოსულა, მაგრამ სხვისი არა. ხო არის რაღაცა მაიმუნობები, თუ რამე მომეწოდა ვიყიდი. ერთი დღეს თირკმელა რო არ მივცე რა ის. ახალი პატარძალი ვიყავი და ოქრო და რაღაცები მაქვს. მაგრამ არ ვიკეთებ. ხო იცით ჩემი ის მომენტი რაც არის ხო და სადღაცას მივდიოდით, ანუ ხშირად იყო სადღაცას რომ მივდიოდით ხოლმე ჩემდა თილს აქვს რაღაცა ესეთი ოვალური ბეჭედი, სუსადა, წვრილი ბრილიანტით თუ ხო ეგეთი თვალებით, აი სუსადა რო დახედავ თითქოს არ ეტყობოდა, მაგრამ აი უსადესი, ულამაზესი. მომცემდა ხოლმე ახლა გაიკეთებ. აი ასე დავდიოდი. ასე რომ არ დამეკარგა. შეხედეთ როგორ იმზე იყო და ეხლა ნახეთ გაწვიმდა. კიდევაც აი ქეთყობა აი. ესე თუ იწვიმებს არა ვუხშავ თან ეხლა ფეხიცა სიარულო დიდად ისეთი არაფერი არ აქვს. წავედით. ჩავიცმევ და აბა ერთი ეს ბავშვები ვნახო. დაულაგე ფეხსაცმელები. ესეც ავწიე. აქ ფეხსაცმელები დავალაგე. რო არ დაასველოს მეთქი წვიმამ რომ აი დებილმა. ეს ბავშვები გუშხობა გხვდა. მომეციეს ერთი ცალი უნდა ვნახო. ვაიმე რა ლამაზია უყურეთ ენა გარეთ დაჩადდა წოვდა და გარეთ დარჩა. ვაი შეგენაცვალე სიხარულო. ვაი მილა პატარა და ის ბუერა სად არის? ეს დიდია. ეს დიდია. ვაიმე. ვაიმე რა ლამაზია. ვაი შეგენაცვალე. ვაიმე. თათოებზე ვგიჟდები, თათოებზე პატალებზე. აღარ დასვას ტახტზე ბატმა. გავშალე ფეხსაცმელები. ესეც ეს. რომელია საათი? 10 აკლი. ისე რომ საწოლის ალაგებასაც მოვასწრებ.
და ჩაცმასაც. თუ რამე ისეთი ჩანთავნახე ძალიან აი ლაითი შეიძლება ეგეც ვიყიდო. თუ არა და რამე შეუხამებ მაგ რაღაც. ესე. გავხსნათ პანჯარა და ავალაგოთ. დროებით. აიმე, ყველაფერი ყიდაზე დგა. ბარბარე, მატორზეა წყალი. შევარდნა, გამოვარდნა. წყალი დაგვიწყდა. იმედია ძალიან მერვე დღეს მოგვივიდა წინაზე. ეხლა კი რაღაცა მარაგები მიგვა ახავსებული, მაგრამ რაც არ უნდა და საერთხი არა მაქვს. ანუ ეგ გამოიწვევს იმას, რომ წესით ბევრი ხარჯი არ გვექნება, ნუ დაბანას თუ არ ჩავთვლით ეხლა. დაბანასაც იმას ხوار ვიზოთ ეკონომიურად ჯერ თავი. დღეს თავის დღეა ვიტყვით. რა ჩავიცოთ? რამე კომფორტული და საჯლაგუნო სამაგისო კაბები მაქვს. მაგალითად ეს ყოველთვის მასე ვიცავ ხოლმე საჯლაგუნოთ. ხო, დღეს ეს უნდა ისაუქნათ მოვაჭრათ წინა მხარე ეს მიმაქ გამოსაცვლელად. იქ. ის რა მექანია კომბინეზონი არ ჩამიცვია, ხო არ ჩავიცვა. თუ ჩამეტევა მუცელზე. ეგრე იყოს. აქ მე მგონი თეთრი მაიკაც უნდა მქონდეს. ყვავილებიანი და პეპლიანი. რომელიმეს ჩავიცნე. იმას ჩავიცნე. ეს მეცვა ბოლოს აღდგომა ტაძარში. ხოდა იმედი არ გავიჭედები. გავაუთოვოთ. გავთოვებული კი აბარა. მაიკებს აღარ ავკიდო ხოლმე რომ აღარც ადგილი მაქვს რომ ესე დავკიდო და გავუსმე უბრალოდ. აი არც არის გასაუთებელი. შოპ მარინასია. всё, ეგ არის და ეგ. წავედი და მეორე ვიდეო იმედია რომ მოვახერხებ რამეს. ამას შევიკრავ. ზენ რამდენი მაქვს რომელსაც კი გამომიყენებია ზოგი უარ დავიკუნციალო, მაგრამ ხო ვიცი ქვიხსნი ხო აქედა რომელიღაცა უნდა ჩემს მშურისთვის მიმეცა მოკლედ წავედი წასვლის დროებით აბა ხო არიც არ გქონდა